აჩარია ჩანაკიამ სერიოზული გამომეტყველებით შეხედა ჩანდრაგუპტას და თქვა: ჩანდრაგუპტა, იცი რა არის ერთადერთი რეალური განსხვავება მდიდარსა და ღარიბს შორის? ის შეჩერდა, სიჩუმე ჩამოწვა და შემდეგ განაგრძო: სიმდიდრე არ მიდის მასთან, ვინც დღე და ღამე შრომობს. სიმდიდრე მიდის მასთან, ვინც იცის, როგორ გააკეთოს სამუშაო სხვებისგან. ინტელექტი მართავს ფულს. ფიზიკური შრომა არასდროს არის. ადამიანს, რომელიც მხოლოდ სხეულს იყენებს საშოვნელად, არასდროს ექნება საკმარისი. ყოველთვის გახსოვდეთ ეს, თუ გსურთ სიმდიდრე, არა მხოლოდ საკმარისი, არამედ უხვი სიმდიდრე, მაშინ გამოიყენეთ თქვენი გონებრივი ძალა. გამოიყენეთ თქვენი გონება და არა ხელები. მეფე არასდროს შრომობს თავად. მდიდარი ვაჭარი არასდროს ასრულებს დღიური ხელფასის მომტანის საქმეს. და მაინც ყველაზე მეტად შრომობენ ისინი, ვინც ყველაზე ღარიბები რჩებიან. ჩანდრაგუპტამ თავი დახარა და თავმდაბლობით იკითხა: გურუდევ, მაშინ რა არის სიმდიდრის ნამდვილი საიდუმლო? რატომ არ ხდება ყველა მდიდარი? ჩანაკიამ ნელა გაიღიმა და თქვა: ჩანდრაგუპტა, სამუდამოდ დაიმახსოვრე ეს ერთი ჭეშმარიტება. თუ ამ სამყაროს მთელი სიმდიდრე დღეს ღარიბებს შორის თანაბრად გაიყოფოდა, რამდენიმე წელიწადში ყველაფერი ზუსტად ისე დაბრუნდებოდა, როგორც ახლა. ღარიბები ისევ ღარიბები იქნებოდნენ. მდიდრები ისევ მდიდრები იქნებოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ სიმდიდრე და სიღარიბე ფულით არ იქმნება. ისინი ინტელექტით იქმნება. ადამიანი, რომელიც თავისი ინტელექტის ცხენზე ჯდება, დიდხანს არ მდიდრდება. მაგრამ ის, ვინც თავის ინტელექტს წინავს და მხოლოდ სხეულით მუშაობს, ეს ადამიანი მთელი ცხოვრება ღარიბი დარჩება. სიმდიდრე გონების თამაშია და არა შრომის. შემდეგ ჩანაკიამ თქვა: დღეს მეგეთყვით 5 ასეთ მეთოდს, რომელთა ცოდნის შემდეგ ვერაფერი შეგიშლით ხელსაყვავებაში. ეს 5 პრინციპი ჩანაკია ნიტის ყველაზე ღრმა ფორმულებია. თუ მათ მიხედვით იმოქმედებთ, დადგება დღე, როდესაც მთელი ინდოეთი თქვენს სახელს შეაქებს. და შემდეგ ჩანაკიამ გამოავლინა პირველი პრინციპი. თუ ნამდვილად გსურთ გამდიდრდეთ, თუ გსურთ მიაღწიოთ ცხოვრებაში იმ სიმაღლეს, სადაც არ იქნება ფულის, პატივისცემის და თავისუფლების დეფიციტი, მაშინ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასეთია. მთელი თქვენი ყურადღება, მთელი თქვენი ფული და მთელი თქვენი დრო პირველ რიგში საკუთარი ინტელექტის გამახვილებას მიუძღვენით. ფიზიკური შრომა არასწორი არ არის. მაგრამ ის მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე მიგიყვანთ. ამ ზღურის მიღმა თქვენ გაჩერდებით. მუშა დღე და ღამე შრომობს, მაგრამ სუფრაზე საჭმლის მოტანას ცდილობს. რატომ? იმიტომ, რომ მას არასდროს გაუღია საკუთარი ინტელექტის კარები. მართეთ თქვენი გონების ცხენი. ხოლო მისი მართვა ნიშნავს ისწავლეთ. განაგრძეთ სწავლა. განაგრძეთ სწავლა სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე. ადამიანი, რომელიც სწავლას წყვეტს, სიცოცხლეშივე კვდება. და მისი შემოსავალი მასთან ერთად კვდება. მეორე პრინციპი. შესაძლებლობები თავისით არ მოდის. თქვენ უნდა ამოიცნოთ ისინი. არსებობს ძველი გამონათქვამი. შესაძლებლობა დროთა განმავლობაში მოდის და დროთა განმავლობაში ნადგურდება. მხოლოდ ის აღწევს წარმატებას, ვინც მის ხმას ისმენს. თუ გსურთ გამდიდრდეთ, უნდა გაახილოთ თვალები, რომლებიც ხედავენ შესაძლებლობებს. შესაძლებლობები არასდროს აკაკუნებს თქვენს კარზე საკუთარი თავის გამოცხადებით. ისინი არასდროს მოდიან და არ ამბობენ: გამარჯობა, მე ვარ თქვენი ოქროს შანსი, გთხოვთ, შემიშვით. შესაძლებლობები ყოველთვის შენიღბულად ჩნდება. ზოგჯერ პრობლემად, ზოგჯერ კრიტიკად, ზოგჯერ მეგობრის მიერ წარმოთქმულ ერთ წინადადებაში. ადამიანების უმეტესობა მათ გვერდს უვლის. მაგრამ ისინი, ვინც მათ ცნობენ, ისინი ხდებიან მილიონერები და მილიარდერები. დღეიდანვე დადეთ პირობა, მე არცერთ შესაძლებლობას არ გავუშვებ ხელიდან. იქნება ეს შესაძლებლობა სწავლის, შოვნის, დაკავშირების, კვლევის თუ რაიმე ახლის შექმნის, მე მას გამოვიყენებ. გახსოვდეთ, სიმდიდრე თქვენთან არ მოდის. სიმდიდრე ეძებს გზას თქვენამდე მოსაღწევად და ეს გზა არის შესაძლებლობა. რაც უფრო მეტ შესაძლებლობას აითვისებთ, მით უფრო მეტი გზა იხსნება სიმდიდრისთვის თქვენსკენ. და თუ შესაძლებლობებს ხელიდან გაუშვებთ, მაშინ რაც არ უნდა დაიცვათ სწავლის პირველი პრინციპი, მთელი თქვენი ცოდნა ფუჩად დაიკარგება, რადგან იმისთვის, რომ გამოიყენოთ ის, რაც ისწავლეთ, მოქმედების მომენტი გჭირდებათ. მესამე პრინციპი. დრო უფრო ძვირფასია, ვიდრე ფული. თუ ნამდვილად გსურთ გამდიდრდეთ, თუ გსურთ მიაღწიოთ იმ თავისუფლებას, სადაც ფული თქვენი მსახური გახდება და არა პირიქით, მაშინ სამუდამოდ მიაბათ საკუთარ თავს ეს ჭეშმარიტება. დრო 1000-ჯერ უფრო ძვირფასია, ვიდრე ფული.
თუ ფული დაიკარგება, შეგიძლიათ დაიბრუნოთ იგი. მაგრამ როგორც კი დრო დაიკარგება, ის სამუდამოდ ქრება. არც ერთი წამი აღარასდროს დაბრუნდება. მსოფლიოში ყველა მდიდარი ადამიანი თანხმდება ერთ რამეზე. მათი უდიდესი იარაღი დრო იყო და მათი უდიდესი აქტივი. ამ დროის განმავლობაში დისციპლინა. თუ დღესაც ტყუილად კარგავთ დროს, მაშინ ჯერ კიდევ არ იმსახურებთ სიმდიდრეს, რადგან გამდიდრება თამაში არ არის. ეს ომია. და ამ ომში მხოლოდ ყველაზე დისციპლინირებული იმარჯვებს. სიმდიდრე მხოლოდ მაშინ მოვა, როცა დაამტკიცებ, რომ ღირსი ხარ. და ამის დამტკიცება მხოლოდ ყოველი წამის, ყოველი ამოსუნთქვის, ყოველი წუთის შენი მიზნისთვის მიწღვნით შეგიძლიათ. დღეიდანვე დადეთ ეს პირობა, ჩემი დრო ჩემი უდიდესი საგანძურია. არავის მივცემ უფლებას, შეეხოს მას. არც უსარგებლო ადამიანები, არც უსარგებლო ჩვევები, არც უსარგებლო აზრები. ჩემი ყოველი წუთი ჩემს მიზანს ეკუთვნის. 24 საათს ჩემს ოცნებას მივუძღვნი. სანამ ვსუნთქავ, არ გავჩერდები. მხოლოდ ამ ერთი პრინციპის პრაქტიკაში გამოყენებით, დარჩენილი 6 თავისით დაიწყებს თქვენს ცხოვრებაში შემოსვლას, რადგან ის, ვინც დრო დაამარცხა სიმდიდრე, ცხოვრება და თავად ბედისწერა. მეოთხე პრინციპი. სანამ სიმდიდრე მოვა, მოემზადეთ მის მისაღებად. ფულის შოვნა ყველაზე რთული არ არის. ნამდვილად რთული ფულის შენახვა, როგორც კი ის მოვა. ალბათ, გინახავთ ეს, ვიღაც ლატარიაში იგებს და 2-4 წელიწადში გაკოტრდება. ხელფასი იზრდება და 1 წელიწადში იგივე ძველი პრეტენზიები ბრუნდება. ბიზნესი აყვავდება და 2 წელიწადში ადამიანი ვალებში იხრჩობა. რატომ? იმიტომ, რომ ისინი მზად არ იყვნენ სიმდიდრის მოსვლამდე. ისინი იყვნენ ჭურჭლები ფსკერის გარეშე, დაასხით წყალი და ყველაფერი გადმოედინება. ქალღმერთი ლაქშმი უკიდურესად გამჭრიახია. ის არ რჩება იქ, სადაც არ არის თავშეკავება, არ არის თვითკონტროლი, სადაც ჩვევები გახცნილია. სიმდიდრე მდინარეს ჰგავს. თუ კაშხალს არ ააშენე, ის გაქრება. და ეს კაშხალი შენშია აგებული, შენს ჩვევებში, შენს ხასიათში. ამიტომ ეს პრინციპი ყველაზე მკაცრი და აუცილებელი. მოემზადე სიმდიდრის მოსვლამდე. თუ დღეს ღარიბი ხარ, მაგრამ თავშეკავებას სწავლობ, მეფედ დარჩები გამდიდრების შემდეგაც კი. და თუ დღეს მდიდარი ხარ, მაგრამ თავშეკავებას ვერ ისწავლი, ხვალ ღატაკივით იტირებ. როდესაც ფული მოვა, იწყება შენი ნამდვილი გამოცდა. ესავლენს, ვინ ხარ სინამდვილეში. არის სიხარბე თუ კმაყოფილება, არის ამპარტავნება თუ თავმდაბლობა, არის უგუნურება თუ სიბრძნე, არის შოუმენობა თუ ღირსება. ადამიანების უმეტესობა ვერ აბარებს ამ გამოცდას. პირველი დიდი ხელფასი მოდის და მაშინვე მოდის ახალი საათი, ახალი ტელეფონი, წვეულებები და ზეიმები. 2 წლის შემდეგ ისევ იმავე ძველ ბრძოლას. შეინარჩუნეთ თავი ისეთ მდგომარეობაში, რომ მაშინაც კი, როდესაც მილიონები მოდიან, ზუსტად ისეთი დარჩეთ, როგორიც იყავით. ფეხსაცმელი ძველი იქნება თუ იტალიური, თქვენი სიარული იგივე იყოს. საჯმელი გზის პირა დახლიდან იქნება თუ ხუთვარსკვლავიანი რესტორნიდან, თქვენი შიმშილი იგივე იყოს. ეს არის ნამდვილი მომზადება. სიხარბე სიმდიდრის უდიდესი მტერია. როგორც კი 2 მონეტა გივარდებათ ხელში, სიხარბე ჩურჩულებს, ისიამოვნეთ ახლა, იზეიმეთ ახლა. და სიამოვნების დევნაში თქვენ კლავთ საკუთარ მომავალს. მეხუთე პრინციპი. გააუმჯობესეთ თქვენი თანამგზავრების წრე და შეინარჩუნეთ თქვენი გონება შთაგონებული თქვენი მიზნისკენ. რამდენსაც არ უნდა ისწავლოთ, რამდენ გამოცდილებას დააგროვებთ, რამდენ დროსაც არ უნდა დახარჯოთ. თუ თქვენი კომპანია არასწორია, ყველაფერი უსარგებლოა. თქვენ ხდებით ის, რითაც გარშემორტყმული ხართ. თქვენი შემოსავალი, თქვენი ხასიათი, თქვენი ქონება, თქვენი მომავალი, ეს ყველაფერი განისაზღვრება თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფი 5 ადამიანის საშუალო მაჩვენებლით. სად ზიხარ, ვისთან ერთად სვამ ჩაის, ვისთან ატარებ საათობით საუბარს ღამით ტელეფონზე, ეს ზუსტად გეუბნება, სად იქნები 10 წლის შემდეგ. ადამიანმა, რომელსაც სურს გამდიდრება, პირველ რიგში უნდა შეხედოს თავის თანამგზავრებს. რადგან ისევე, როგორც რკინა ალესავს რკინას, ადამიანის გონებაც იმ ადამიანების გონებას ემსგავსება, ვისთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებს. როდესაც ცხოვრობ ზარმაც, ნეგატიურ და ხედვის არ მქონე ადამიანებს შორის, შენი გონებაც იმავენაირად იწყებს ფიქრს. იწყებ რწმენას, ამ ქვეყნად ვერაფერი შეიცვლება. ფული მხოლოდ იღბლით მოდის. შრომა არსად მიდის. და ასეთი ფიქრებით, შენს ფეხებში ნაჯახს ურტყამ.
მაგრამ როდესაც მაღალი აზროვნების მქონე ადამიანებს შორის ცხოვრობ, მდიდრებს, განათლებულებს, დისციპლინირებულებს, მიზანდასახულებს შორის, შენი გონება იწყებს ამაღლებას. ბუნებრივად იწყებ გრძნობას, მეც შემიძლია ამის გაკეთება. ჩანდრაგუპტა ყოველთვის გახსოვდეს ეს, ვალი ტერმით ჰგავს. ის ანგრევს ურთიერთობებს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ისინი. და სწორედ ამ ვალებით ხდება სიმდიდრისთვის ყველაზე დიდი ზიანის მიყენება. ცხოვრებაში ხშირად ჩვენი უახლოესი ნათესავები და მეგობრები მოდიან ფულის სათხოვნელად. ჩვენ კი ხოხმანობთ უარის თქმაზე. გვეშინია, რომ ურთიერთობა შეიძლება დაირღვეს. სიმართლე ისაა, რომ ადამიანების უმეტესობამ არც კი იცის, როგორ თქვას უარი, რადგან არ აქვთ სწორი სიტყვები ან სწორი მიდგომა. მოდით, სტრატეგია გითხრათ. როდესაც ვინმე სესხის თხოვნით მოდის, თუ ამ სამ კითხვას დაუსვამთ, ისინი ჩუმად მოიგონებენ რაიმე საბაბს და თავისით სწავლენ. მაგრამ ის დღედაღამ შრომობდა, მარცვლეულს ყიდდა, ცოტას ოჯახისთვისაც ზოგავდა. ერთ დღეს შორეული ნათესავი მივიდა და უთხრა: ძმაო, ჩემი მოსავალი წყალდიდობის დროს განადგურდა. უბრალოდ ფული მასესხე. შემდეგი მოსავლის აღების შემდეგ დავუბრუნებ. ვიშნუდასის გული გადნა. მან მთელი დანაზოგი გასცა. მაგრამ თვეები გავიდა, წლები გავიდა, ნათესავი აღარ გამოჩენილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან მთელი ეს ფული საკუთარ სიამოვნებაზე დახარჯა. ვიშნუდასის ოჯახი შიმშილობდა. მისი შვილები სკოლაში ვერ დადიოდნენ. და ეს ურთიერთობა, ის უკვე დიდი ხნის წინ გახდა ცარიელი. ჩანაკია ამბობდა, სიმდიდრის დაცვა შენი ოჯახის დაცვაა. დღესაც იგივე ხდება. ხალხი ტელეფონზე მესიჯებს გვწერს, ძმაო, სასწრაფოდ 500 ასესხე. და ჩვენ ვაძლევთ, რადგან უარის თქმა არასწორად გვეჩვენება. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ფულის მიცემის შემდეგ ურთიერთობა არ ძლიერდება, ის სუსტდება. რადგან თუ ფული არ დაბრუნდება, კამათი იწყება. და თუ უკან ითხოვ, ბოროტმოქმედი ხდები. მაშ, როგორ გავექცეთ ამ ხაფანგს? პირველი მეთოდი, მაშინვე ნუ უპასუხებთ. ჩანაკიამ ამას დროის ფარი უწოდა. როდესაც ვინმე ფულს ითხოვს, რაც არ უნდა დიდი კრიზისი აღწეროს, იმ მომენტში ნუ იტყვით კი ან არა. უბრალოდ გაიღიმეთ და თქვით: ძმაო, მესმის თქვენი სიტუაცია. მაგრამ ჩემი ფული სხვადასხვა ადგილას არის გაჭედილი. მოდით, შევამოწმო ჩემი ანგარიშები. დაველაპარაკო ჩემს ოჯახს და ხვალამდე გეტყვით. ეს 24 საათი გაძლევთ დროს, რომ დაფიქრდეთ და ასევე გამოავლინოთ მთხოვნელის ნამდვილი განზრახვა. თუ საჭიროება ყალბია, ისინი არ დაელოდებიან, ისინი სხვასთან გადავლენ. მაგრამ თუ ეს ნამდვილია, ისინი დაელოდებიან. მეორე მეთოდი, დაუსვით კითხვები, მაგრამ სწორი მიდგომით. როდესაც ისინი 24 საათის შემდეგ დაბრუნდებიან, ნუ აუხსნით, რატომ არ შეგიძლიათ გაცემა. ამის ნაცვლად ჰკითხეთ მათ: ძმაო, მინდა დახმარება. მაგრამ ეს ფული მალე მჭირდება, რადგან საკუთარი ხარჯები მაქვს. რა არის თქვენი მხარი გეგმა მის დასაბრუნებლად? საიდან მოვა ფული? ეს კითხვა მათ ნამდვილ განზრახვას ააშკარავებს. ჩანაკიამ თქვა: კითხვა არის ის არის, რომელიც ტყუილს ჯრის. თუ ვინმე გეტყვით, ხელფასიდან დავუბრუნებ, ეს მისაღებია. მაგრამ თუ გეტყვით, ნუ ღელავ, უბრალოდ მენდე, ფრთხილად იყავით. შემდეგ თქვენ იტყვით: მე ნამდვილად გენდობი. მაგრამ ურთიერთობა ფულზე მაღლა დგას. თუ ფული არ დაბრუნდება, ურთიერთობა დაზარალდება. და ეს ყველაზე ნაკლებად მინდა. ეს აზრი აიძულებს მათ გადახედონ აზრს. მესამე მეთოდი, მოითხოვეთ უზრუნველყოფა. თუ ისინი კვლავ დაჟინებით მოითხოვენ, უთხარით: ძმაო, არსებობს წესები. მე მოგცემ ფულს, მაგრამ სანაცვლოდ მცირე გარანტია მჭირდება, ჩეკი ან რამე დამიტოვე. ჩანაკია ამას გირაოს კანონს უწოდებდა. მის დროს ხალხი ოქროს ბეჭედს ან მიწის დოკუმენტებს ტოვებდა. ის ასწავლიდა თავის სტუდენტებს, ეკითხათ, როგორ დააბრუნებდნენ მას. თუ ვინმე თავს არიდებს, ეს თავად არის პასუხი. დღეს მოითხოვეთ თარიღის შემდგომი ჩეკი. თუ ისინი გაბრაზდებიან და იტყვიან: არ მენდობით, შვიდად უპასუხეთ, საქმე ნდობაზე არ არის. ეს უბრალოდ უსაფრთხოებაა. ყველა, ვისაც სუფთა განზრახვა აქვს, დამეთანხმება. ხოლო ვინც არ მენდობა, კარგი, თავს გამოავლენს. მეოთხე მეთოდი, შექმენით დეფიციტის ილუზია. თუ ისინი გეტყვიან: კარგი, ესაუბრეთ თქვენს ოჯახს, მაშინ თქვენ ეტყვით: მისმინეთ, ფული მქონდა, მაგრამ ახლახან ჩავდე ვადიანი დეპოზიტით. თუ ახლა გამოვიტან, ჯარიმა იქნება. თუ თქვენ მზად ხართ ამ ჯარიმის დასაფარად, შემიძლია გამოვიტანო. ჩანაკიამ ამას არყოფნის ილუზია უწოდა.
არავინ, ვინც სესხს ითხოვს, არ შემოგთავაზებთ თქვენი დანაკარგის დაფარვას. ისინი თავად დაიხევენ უკან. მეხუთე მეთოდი, თუ საჭიროება რეალურია, სესხის ნაცვლად პატარა საჩუქარი გაეცით. ჩანაკიამ თქვა, მტერიც კი მეგობრად იქცევა კეთილშობილებით. თუ ვინმე ნამდვილად ავად არის ან ბავშვის სწავლის საფასურისთვის ფული სჭირდება, არ მისცეთ სრული თანხა სესხის სახით. თქვით, թե მე არ შემიძლია სრული თანხის მოცემა, მაგრამ ამდენის მოცემა შემიძლია. და თქვენ არ მოგიწევთ მისი დაბრუნება. ეს დაგიზოგავთ ფულის დიდ ნაწილს, ზრდის თქვენს ღირსებას და ადამიანი შემდეგ ჯერზე უფრო დიდი მოთხოვნებით აღარ დაბრუნდება. თუ მოთხოვნილი თანხა დიდია, ლაქებში, მაშინ დოკუმენტაცია აუცილებელი ხდება. ჩანაკია ამბობდა, წერილობითი ხელშეკრულების გარეშე გარიგება დავის თესლია. დადეთ შეთანხმება, აიღეთ ჩეკი. ვისაც სუფთა განზრახვა აქვს, დათანხმდება. ვისაც არა, გაქრება. და ბოლოს ჩანაკიას ყველაზე ღრმა სწავლება, თუ ურთიერთობა წყდება იმის გამო, რომ ფულზე უარი თქვით, მაშინ ეს ურთიერთობა თავიდანვე არასდროს ყოფილა რეალური. დაიცავით თავი. დაიცავით თქვენი სიმდიდრე. რადგან თქვენი სიმდიდრის დაცვა თქვენი ოჯახის, თქვენი მომავლის და თქვენი ღირსების დაცვაა. დღეიდან მიიღეთ ეს პრინციპები. დაუთმეთ დრო პასუხის გაცემამდე. დასვით კითხვები. მოითხოვეთ თავდაჯერებულობა. გამოიჩინეთ სიმწირე. საჯიროების შემთხვევაში აჩუქეთ პატარა საჩუქრები. და გახსოვდეთ, უარის თქმა, როცა სწორია, არ არის ეგოიზმი. ეს არის თავმოყვარეობა.